გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება შეერთებული შტატებისა და ევრობიუროკრატთა განსხვავებული მიდგომა. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. საქართველოს ეუთოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ერთობლივ განცხადებას შეუერთდა, ეს არის უკრაინის კიდევ ერთი მხარდაჭერა. განცხადებაში გმობენ რუსეთის ქმედებებს და მოუწოდებენ შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინაზე და სერიოზულად ჩაერთოს რეალურ მოლაპარაკებაში. ანუკი ჩხიკვაძე გაგვაცნობს პოლიტიკურ შეფასებებს. საქართველოს იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინას და დაგმოს რუსეთის აგრესია უკრაინასთან მიმართებით. ამ ფონზე კი მართველი გუნდისთვის სრულად უსამართლო და უარგუმენტოა ის განცხადებები, რომელიც კონკრეტული ჯგუფების მხრიდან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან კეთდება იმისათვის, რომ არასწორი აღქმები შეიქმნას ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით, რომ თითქოს საქართველოს თავს არიდებს მსგავს განცხადებებს და რეზოლუციებს და არგმობს რუსეთის აგრესიას უკრაინასთან მიმართებით, რაც არის სიცრუე. მართლ გუნდში იხსენებენ წარსულ გამოცდილებას, როდესაც საქართველოს იყო ერთ-ერთი პირველი მსგავსი რეზოლუციების და განცხადებების ხელმომწერი და ასევე აცხადებენ იმას, რომ ეს ყველაფერი მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ამ დრომდე ოკუპირებული აქვს რუსეთს, თუმცა ეს არ არის საქართველოსთვის ხელი შეშლის ფაქტორი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ღია და ცალსახად გამოუცხადოს უკრაინას მხარდაჭერა. სადაც ამის შესაძლებლობა ჰქონდა, სადაც ამის რესურსი ჰქონდა, ყველა საერთაშორისო პლატფორმა გამოვიყენეთ, ეუთო, ევროპის საბჭო, გაერო და ასე შემდგომ, რომ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის, გვერდში დავდგომოდით უკრაინის მოსახლეობას, ყველა იმ გამოწვევის წინაშე, რის წინაშეც დღესდღეს უკრაინა. ჩვენ შევუერთდით ამ კონკრეტულ ინიციატივას ეუთოს პარკლებში, რამდენიმე დღის წინ გაეროს გენერალური ასამბლეის პარკლებში შევუერთდით კიდევ ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით და ეს ასეც გაგრძელდება და იმის ფონზე, როდესაც ხელისუფლებას ცრუ ბრალდებებს უყენებენ, რომ ვითომ ჩვენ რაიმე პრორუსულ პოლიტიკას ვახორციელებთ, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არის ყველაზე კარგი მტკიცებულება, ყველაზე კარგი პასუხი იმისა, რომ ეს არის მხოლოდ ცრუ ბრალდებები და არაფერი კონკრეტული მტკიცებულება ამ ცრუ ბრალდებების უკან არ არსებობს. ასობით რეზოლუციას ვართ შეერთებული. ამაზე უფრო სარისკო რეზოლუციებსაც საქართველოსთვის. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი რეზოლუცია მოიცავდა თვითონ პუტინის ჰააგის სასამართლოში საკითხის დაყენებას როგორც ომის დამნაშავის. ამასაც კი შევუერთდით. მიუხედავად იმისა, ეს გარკვეული რისკის შემცველი იყო. სამწუხაროდ ამას არ ამჩნევენ თუ ვერ ამჩნევენ, ეს მეორე მხარეა. ვინაიდან ასეთი ნარატივი აქვს მათი პატრონებისგან, რაც არ უნდა კარგი გააკეთო, მაინც იტყვიან, რომ არ გაუკეთებიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩება მხოლოდ ერთი რამე, ხო? მაშინ პირდაპირ ტექსტით უნდა თქვა, რომ ჩვენ საქართველოს ჩაგრავთ, იმიტომ რომ ისინი არ გადაიშვნენ რუსეთთან ომში. ამის პირდაპირ თქვა არ უნდა და იგონებენ 1000 სხვა ესე იგი ამბებს. საზოგადოება, ვინც ჩვენ წინააღმდეგ ილაშქრებს პოლიტიკური იერარქია მყავს ხედულობაში ევროპული, ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ყველა რეზოლუციასთან არის შეერთებული. როდესაც ეს ფაქტი ცნობილია და მაინც შენ წინააღმდეგ კეთდება ასეთი პოლიტიკური პროპაგანდის შინაარსის შეტევები, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რეალობის უკან არსებობს სხვა გეგმა. და ეს გეგმა არაერთხელ ვიხილეთ ჩვენ უკვე რუსთაველის პროსპექტზე, ანთებული ცეცხლი და გადაწვის პირას მიყენებული პარლამენტი და შეტევა პრეზიდენტის სასახლეს. დეზინფორმაცია, ფეიქ ნიუსების გავრცელება, საქართველოს დადანაშაულება იმაში, რაც არასდროს ჩაუდენია, ეს ყველაფერი არის იმ სცენარის ნაწილი, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციით ემუქრება. საქართველოს მეუთოს მინისტერიალის ფარგლებში საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს ომში მყოფ უკრაინას და გმობს რუსეთის აგრესიას, რითაც კონკრეტული ჯგუფების მხრიდან დაწყებულ სპეკულაციებს წერტილი კიდევ ერთხელ დაუსვა.
ეს ანუკი ჩხიკვაძე იყო. შეერთებული შტატებისა და ევრობიუროკრატთა განსხვავებული მიდგომა. ამერიკა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წინააღმდეგია, ევრობიუროკრატები კი საქართველოში NGO-ბისთვის ფარული დაფინანსების გზებს ეძებენ. რუბიოსა და კოსის აცდენილ გზავნილებზე შეფასებები კეთდება თბილისში, პირდაპირ ეთერში ნინი გოგიშვილი გვერდდება. სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის მიდგომა არის სამართლიანი, რადგან ასე უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლიანი, რაციონალური და სხვა ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობის მსურველი სახელმწიფოები. ასე აფასებენ სახელისუფლებო პარტიაში მარკო რუბიოს განცხადებას, რა დროსაც მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ცვლის მიდგომას და ისინი არა მესამე სექტორს, არამედ მთავრობებს დააფინანსებენ. განსხვავებული მიდგომა არსებობს ბრიუსელში. ამის თვალსაჩინო მაგალითია ევროკომისარი მარტა კოსის განცხადება, რა დროსაც მან ხაზგასმით ღიად თქვა, რომ ისინი ეძებენ ფარულ გზებს ქვეყნის კანონმდებლობის გვერდისავლით, თუ როგორ დააფინანსონ და გააგრძელონ მესამე სექტორის დაფინანსება, რაც ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის განსხვავებული პოლიტიკის თვალსაჩინო მაგალითია მართველი გუნდისთვის და თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ განსხვავება არსებობს საღაზრსა და მოქმედ ევრობიუროკრატებს შორის, რადგან მათი მთავარი მიზანი არის დააფინანსონ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თვალდახუჭული შეასრულებენ მათ დაკვეთას, ანუ იმ დაკვეთას, რომელიც აცდენილია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ცდება ქვეყნის სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დაცვის სურვილს. ისინი მოხარულები არიან, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ ეს მიდგომა შეცვალა. ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს მიდგომები იცვლება მას შემდეგ, რაც შეიცვალა თავად ადმინისტრაცია, ბაიდენის ადმინისტრაცია, ტრამპის ადმინისტრაციამ შეცვალა და თვალსაჩინოა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში განსხვავებული მიდგომა აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების კუთხით. ხაზგასმით ამბობენ მართლ გუნდში იმასაც, რომ გამჭვირვალობის მოქმედი კანონები არ ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, თუმცა მთავარი პრინციპი არის, რომ ეს დაფინანსება იყოს საჯარო მიზნობრიობის ნაწილში მათ შორის, თუმცა როგორც ჩანს, ამის სურვილი კონკრეტულ ევრობიუროკრატებს არ აქვთ. რაც შეეხება NGO-ების დაფინანსებას, ჩვენ ამას რა თქმა უნდა ძალიან დიდი ხანი არის ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენ გვაყვედრიან სხვადასხვა ქვეყნები, რომ რაღაცა ტიპის თანხები ირიცხება და ირიცხება რეალურად ქალბატონ ლომჯარიასთან და ქალბატონ გიგაურთან, ეს ჩვენი ქვეყნის დახმარება საერთოდ არ არის და ამას ადასტურებს ბატონი რუბიოს განცხადებას, თუ მინდა რომ ქვეყანას დაეხმარო, ქვეყანას უნდა ჩაურიცხო კონკრეტული თანხა, იგივე გრანტის სახით და არა კონკრეტულად რაღაცა NGO-ს, რომელიც გაუგებარი საქმიანობით არის შემდეგ დაკავებული ქვეყანაში. თუ რომელიმე ქვეყანას, რომელიმე ორგანიზაციას აქვს სურვილი საზოგადოების დახმარების, სახელმწიფოს დახმარების, ის უნდა ეთანამშრომლოს სახელმწიფოს და არა შემოვლითი გზებით ცდილობდეს მუდმივი დაპირისპირების შეტანა საზოგადოებაში. ამიტომ ჩვენთვის მისასალმებელი ამერიკის ეს ახალი პოლიტიკა, რომელიც გასული 1 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და ხორციელდებოდა და კატეგორიულად მიუღებელია მარტა კოსის განცხადება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ამის საშუალებებს იძლევა, რომ კანონიერი გზით, სწორი სახელმწიფოებრივი სამართლებრივი გზით შემოიტანონ ფული, მაინც ცდილობს შემოვლით გვერდისავლით იმ ორგანიზაციების, სხვათა შორის იმ ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც დამხობების და გადატრიალებების და ცეცხლის დანთების წინახაზზე იდგნენ. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი აცდენაა საღაზრსა და ევროკავშირის ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ იმ ანტიდემოკრატიულ სუვერენიტეტის შემლახავ პოზიციებთან, რაც გულისხმობს არა ქვეყნის, არა კონკრეტული სახელმწიფოს, კონკრეტული ამ სახელმწიფოს მოსახლეობის, არამედ ცალკეული ადამიანების ფინანსურ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც NGO-შნიკების მანტიაში არიან გახვეულნი, საბოლოო ჯამში შეასრულონ არა საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის, არამედ აი იმ ადამიანების ნებასურვილი, ვისგანაც ისინი იღებენ თანხებს. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები არის სავსებით ამ შემთხვევაში მართალი, რადგანაც ქვეყანას და მის ხალხს წარმოადგენს მის ხელისუფლება. სწორედ ეს არის დემოკრატიის ხიბლი და დემოკრატიის პრინციპი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა თავის სამოქმედო სტრატეგია, იცით თქვენ და
იქ ცალსახად წერია, რომ ამერიკის პრიორიტეტი არ არის სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა. სამწუხაროდ ევროპას საპირისპირო პოზიცია აქვს. ისინი ისევ აპირებენ მათი მეშვეობით, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ესე იგი ჩაერიონ ქვეყნების საშინაო საქმეებში. ეს რადიკალურად განსხვავებული მიდგომებია. წინა ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებსაც არ ქონდა განსხვავებული პოზიცია, იმიტომ რომ დღევანდელი ევრობიუროკრატია და ყოფილი ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებისა Deep State-ის აბსოლუტური ზეგავლენის ქვეშ იყო და რა თქმა უნდა მათ ერთიანი პოზიცია და ნარატივი ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ დაპირისპირება არსებობს შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციასა და დღევანდელ ევრობიუროკრატიას შორის ევროპაში. აი ეს განცხადებაც რუბიოსი თავის დროზე რომ არ უნდა ჩარეულიყვნენ და არ უნდა ერეოდნენ სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, რომ ყველა ქვეყანა ვალდებულია რომ თავის ეროვნული ინტერესი წინა ხაზზე წამოწიოს. მაშინ, როდესაც საპირისპიროს ამბობს და აკეთებს კიდეც ევრობიუროკრატია, როდესაც ამბობს, რომ კანონმდებლობის დარღვევით და გვერდის სავლით ცდილობენ, რომ შავი ფული ჩარიცხონ საქართველოს NGO სექტორში. ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენ თუ ვცდილობთ ქვეყნების დახმარებას, დავეხმაროთ ქვეყნებს და არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს თქვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ვიცით რომ განსხვავებული პოზიცია აქვთ კონკრეტულ ევრობიუროკრატებს, ისინი ღიად ამბობენ, რომ განაგრძობენ არასამთავრობო ორგანიზაციების ფარულად დაფინანსებას, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც სახელმწიფო პარტიის განმარტებით არაერთხელ უკვე მხილებულები იყვნენ დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში. პოლიტიკური შეფასებები ნინი გოგიშვილმა გაგვაცნო. 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველოს ევროპის საუკეთესო სამეულში 10 წლიანი გაუმჯობესებით კი მეორე ადგილზეა ირლანდიის შემდეგ. კვლევა მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში. 10 წლიანი გაანგარიშებით საბაზისო მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან მხოლოდ 15-ში გაუმჯობესდა, დანარჩენ ქვეყნებში ოლიგარქიზაცია გაღრმავდა. ინდიკატორი გაუარესდა ევროკავშირის წევრ და შენგენის ზონის 20 ქვეყანაში. გავიხსენოთ სულ რაღაც 1-2 წლის წინ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან რა დავაიღო ათეხილი და დღეს გვაქვს ეს შედეგი, მათ შორის მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ შეფასება დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ქვეყანა გადის პირველ სამეულში პოზიტიური თვალსაზრისით. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობენ, მუშაობენ, ვითარდება ეკონომიკა და გამომდინარე აქედანაც არის ეს პოზიტიური შეფასებები საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. არ გამიკვირდა, რომ მოწინავე ქვეყნების რიგში ვართ. საპირისპირო არის ევროკავშირის ძალიან ბევრი ქვეყანაში, რომელსაც დრო ვიგებთ ხოლმე. ასე რომ რა თქმა უნდა, ჩემ და სამწუხაროდ ესეც შეუმჩნეველი დარჩება, ისე როგორც სხვა რეიტინგები, სადაც აბსოლუტურად დაწინაურებული ვარ. ეს რეიტინგები დგება გარკვეული მეთოდოლოგიით. და ამ მეთოდოლოგიაში, როდესაც ამ ციფრებს ვსვავენ, როდესაც ამ კვლევებს ვსვავენ, რა თქმა უნდა, იძულებულები არიან სწორი დასკვნები გააკეთონ. მაგრამ როგორც კი ეს პოლიტიკოსების ხელში ვარდება, ისინი ამას უგულებელყოფენ და მიუხედავად იმისა, რა დასკვნა არის გამოტანილი ამ რეიტინგების მიხედვით, თავის პოლიტიკურ ნარატივს ახვევენ მთელ მსოფლიოს თავზე. ასეთი არაობიექტური მიდგომა სამწუხაროდ ჩვენთვის ჩვეული გახდა. აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თითქოს აზერბაიჯანიდან სომხეთში სარკინიგზო ტრანსპორტის საწვავის მიწოდების შეფერხებას სატარიფო ბარიერები ქმნის. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ 5 დეკემბერს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადად ტრანზიტზე საქართველოს ტერიტორიის გავლით. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს. ეს გადაწყვეტილება იცნობათ ოფიციალურ მხარებს. საქართველოს იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული და სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერი, აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგებს ეხმიანება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დადასტურდა, რომ უწყებას უკანონო ნივთიერება არ გამოუყენებია.
160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, 90-მდე პირი გამოიკითხა, ჩატარდა ექსპერტიზები, გამოთხოვილია ყველა შესაბამისი რელევანტური დოკუმენტაცია, რაც აუცილებელი იყო ამ საქმის გამოძიებისთვის და დადგინდა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა კანონის შესაბამისად და ის ნივთიერებები, რაზეც იყო საუბარი, თითქოს ეს იყო აკრძალული და შეიცავდა ნივთიერება კამიც, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არის აკრძალული, არ დადასტურდა ეს ფაქტი, რაზეც აქამდე საუბრობდით. შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვას გასცა პასუხი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტები განიხილეს. ერთი ეხება პოლიციელთა მხარდაჭერას, კომპენსაციების განსაზღვრას, მეორე კი იარაღის ფლობასა და გაცემას. პირველი შეეხება იარაღის შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტს, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს შეიქმნას ერთიანი ბაზა ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ალკოჰოლიზმით და ფსიქიკური დაავადებით მქონე პირთა შესახებ იმისათვის, რომ არ გაიცეს იარაღის ლიცენზია ისეთ პირებზე, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა უკუნაჩვენებია მსგავსი უმეტებული საფრთხის წყაროს მქონე ესე თქვა საშუალების ფლობასთან. მეორე კანონპროექტი, რომელიც უკვე მეორე მოსმენით განვიხილეთ, ეს არის პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებები. კანონმდებლობის გათვალისწინებით ხდება კონკრეტული კომპენსაციების განსაზღვრა და გაორმაგება 2005 წელს დადგენილი კომპენსაციების, ასევე დგინდება სრულიად ახალი მექანიზმი, ეს არის სამედიცინო შვებულება იმ ადამიანებისთვის, ვინც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქის გაუქმებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა, ცვლილებები დეპუტატებმა მეორე მოსმენით განიხილეს. ძალად დაკარგულად გამოცხადდება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილებები. ნაცმოძრაობის რეჟიმის მხრიდან ჩვენ საქმე გქონდა გამოცხადებული ღალატის ქრონიკასთან, არაკონსტიტუციური კანონების მიღებით მოხდა ხელშეწყობა, შეიძლება ითქვას, იმისა, რასაც ქვია ტერიტორიების ოკუპაცია, რასაც ჭირდება კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნება. ჩვენი მიზანი არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის როგორც ტერმინის ამოძირკვა ჩვენი საკანონმდებლო ბაზიდან. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე. მთავარი ფინანსური დოკუმენტი მორგებულია მოსახლეობის ინტერესებზე. პრიორიტეტია ისევ განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა. დოკუმენტში გათვალისწინებულია ხელფასებისა და პენსიების ზრდა. ეს არის დახარისი პროგნოზირება 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იქნება დაგეგმილი ბიუჯეტი. საშუალო ინფლაცია მომდენო წელს მოსალოდნელია 3.3%-ის ოდენობლით. მომდენო წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად იქნება 36 მილიარდ 300 მილიონი ლარამდე, 36 მილიარდ 285 მილიონი ლარი. ჯანდაცვის სამინისტროსთან დავიწყებთ, მისი ჯამური დაფინანსება 48 მილიონი ლარით არის გაზრდილი, 150 მილიონი ლარით იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წინა ვერსიასთან შედარებით და მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება ამ ნაწილში. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ნაწილში ჯამში დაახლოებით 90 მილიონი ლარით იზრდება სამინისტროს დაფინანსება, 2 მილიარდ 702 მილიონი ლარი იქნება ჯამში, მილიარდ 923 მილიონი იქნება სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსება და ამ თანხის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სკოლების ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის, სკოლის ექიმების მანდატურების ხელფასების 20%-იანიც და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ზე გადავალთ სკოლების მშენებლობაზე გათვალისწინებულია 387 მილიონი ლარი, ბაღების ნაწილში გათვალისწინებულია 130 მილიონი ლარი, ინფრასტრუქტურა 150 მილიონი ლარია გათვალისწინებული თბილისსა და ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისთვის. განათლების კომიტეტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები განიხილა. მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება სამინისტროს წარდგინებით აკადემიას მიანიჭოს უფლება საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. მიზანი უსაფრთხოებისა და საპოლიციო სამართლის ფუნდამენტური სწავლებაა. ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა დარეგისტრირდა და განიხილა განათლების კომიტეტმა. ეს შეესაბამება პოლიციის აკადემიისათვის უმაღლესი განათლების სტატუსის დაბრუნებას, რომელიც სამწუხაროდ 2019 წელს ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გაუუქმა ბატონმა გიორგი გახარიამ. სამართალი აღდგა და შესაბამისად პოლიციის აკადემიას დაუბრუნდება უმაღლესი საგანმანათლებლო სტატუსი, რითაც უზრუნველყოფილ მაღალ კვალიფიციურ, მაღალ სტანდარტის
განათლების მქონე კადრების აღზრდას. მოგეხსენებათ, პოლიციის აკადემია არის პოლიციის საუნივერსიტეტო ევროპული გაერთიანების წევრი და ეს სტანდარტი, ეს მიმართულება სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს. საქართველოში სომხეთის შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი იმყოფება აეროპორტში, მას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დახვდა. არსენ ტოროსიანი უკვე შეხვდა მიხეილ სარჯველაძეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი რანგის შეხვედრები. მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მიმდინარე რეფორმებზე მსჯელობა და გამოცდილების გაზიარებაა. ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ციρკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს, ის ნარკოტიკული საშუალებებითა და იარაღით ვაჭრობის, ასევე ქონების დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა. ახლა დაკავებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. დაბა ბაკურიანში სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილია ჯამში 10 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი. სამართალდარღვევის ორ ფაქტზე შედგენილია ოქმები. უკანონოდ მოპოვებული მორები კი გადატანილია წაღვერის საქმიან ეზოში. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია. გამკაცრდა კანონმდებლობა. კერძოდ შეიცვალა პასუხისმგებლობის ფორმები, მანამდე თუ კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დგებოდა ასევე განმეორებითობის შემთხვევაში, ახლა უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება განმეორებითობის შემთხვევაში. თავისუფლად სტატისტიკას რაც შეეხება, სტატისტიკა უნდა ითქვას, რომ წლების განმავლობაში შედარებით იგი კლებს, თუმცა სამწუხაროდ ფაქტები ჯერ კიდევ ფიქსირდება. მაგალითად, ნოემბრის თვეში გვაქვს გამოვლენილი 70 სამართალდარღვევის ფაქტი, აქედან 66 ფაქტი არის უშუალოდ უკანონო ხე-ტყის მოპოვებასთან და მის უკანონო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, ხოლო დანარჩენი არის უკვე თვითნებური დაკავება სატყეო მიწების. პარლამენტის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი საქმეზე განცხადებას ავრცელებს და აქვეყნებს ვიდეო მასალას. გაგაცნობთ განცხადებას. უკვე 10 დღეა რაც ძლიერი საქართველოს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტული აქტის ჩადენის ფაქტზეა დაკავებული. მან თავად აღიარა დანაშაულია და დაადასტურა მისი პოლიტიკური მოტივი. ასეთ ვითარებაში ტერორისტისგან გამიჯვნა არც მოწოდებას უნდა საჭიროებდეს და არც დამატებით ახსნას. ტერორიზმი როგორც საერთაშორისო განზომილების მქონე უმძიმესი დანაშაული არ ექვემდებარება პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს, პარტიულ სოლიდარობას ან იდეოლოგიურ გამართლებას. ამ ფონზე პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირის თანამებრძოლად გამოცხადება, რომელიც ტერორისტულ დანაშაულშია მხილებული, ქმნის მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მორალური არჩევანი, ეს წარმოადგენს ტერორიზმის მიმართ არასათანადო დისტანცირებას, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ სახელმწიფოს საფუძვლებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ლელო არის ევროპის ლიბერალთა დემოკრატიის ალიანსის წევრი, ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში კი ტერორიზმის გამართლება, ირიბი მხარდაჭერა ან მისგან არასაკმარისი დისტანცირება შეუთავსებელია დემოკრატიული პარტიის სტატუსთან. ამ კონტექსტში პასუხისმგებლობა აღარ ეკისრება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას, პასუხისმგებლობა ავტომატურად ვრცელდება იმ საერთაშორისო პოლიტიკურ გაერთიანებაზეც, რომლის წევრიც ეს პარტია. შესაბამისად, ALDE-ს პოზიცია ამ საკითხზე არა პარტიულ სიმპათიის, არამედ ევროპული სამართლებრივი და პოლიტიკური სტანდარტების ტესტია. ამასთან მაშინ, როდესაც საუბარია იმ პოლიტიკურ ოჯახზე, რომლის ლიდერებს შორის არიან ევროკომისრები კაია კალასი და მარტა კოსი, ეს საკითხი სცდება შიდა ქართულ კონტექსტს და გადადის ევროპული პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონეზე. ევროკავშირის დირექტივა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გრძელავს ტერორიზმის გამართლებას, ტერორიზმის იდეოლოგიურ მხარდაჭერას და ტერორისტული ქმედებისადმი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მინიჭებას. ამავე დირექტივის მიხედვით ტერორიზმის სახალისება ან მისი ჩამდენი პირის მიმართ პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვა ქმნის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს. დასკვნა მარტივია, ტერორიზმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ტერორიზმის წამხალისებელი ან მის მიმართ ბუნდოვანი პოზიციის მქონე პარტიები კი თავად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის, წერს შალვა პაპუაშვილი.
მოხალისეობის საერთაშორისო დღეზე ეროვნული ჯილდო 2025 წლის საუკეთესო მოხალისეებს გადაეცათ გამარჯვებული ორ ასაკობრივ კატეგორიაში მოზარდების და ახალგაზრდების ჯგუფიდან შეარჩიეს ჯილდო კი სხვადასხვა თემატიკის განათლების, სოციალური სფეროს, მოხალისეობის განვითარების, სპორტის, კულტურისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიხედვით განაწილდა. საკმაოდ ემოციებით სავსე იყო დღევანდელი დღე. ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია. მინდა დიდი მადლობა უთხრა თითოეულ ახალგაზრდას, რომელმაც დაუთმო თავისი დრო და ენერგია მოხალისეობრივ საქმიანობას. ეს ნამდვილად იყო ჩვენთვის мотиваცია, რომ კვლავ გავაგზავნოთ მოხალისეობრივ საქმიანობა ჩვენს რეგიონებში და არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ დავამტკიცოთ, რომ საქართველო არის ის ღირსეული ქვეყანა, რომელიც მისდევს მოხალისეობრივ კომპეტენციებს საერთაშორისო ასპარეზზე. ნომინაცია, რომელიც მე დავიკავე, იყო ინოვაციები. მოხალისეობა ჩვენთვის ნიშნავს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, ადამიანების წინაშე და რა თქმა უნდა, საკუთარი თავის წინაშე. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 16 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება. ნახვამდის.